პროევროპული აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების იმედით ციხეებთან მყოფმა პატიმრების ოჯახის წევრებმა თითქმის ორდღიანი ლოდინის შემდეგ ტერიტორია დატოვეს. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების შეწყალების შესახებ ინფორმაციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ახლობლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები 19 იანვრის დილიდან ციხეებთან ელოდებოდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შეწყალებული პატიმრების გამოშვება დღეს დილიდან დაიწყო. პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტების მშობლების თქმით ისინი დარწმუნდნენ, რომ შეწყალებულთა შორის მათი შვილები არ არიან. მთელი ღამის განმავლობაში რუსთავის ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთან ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებლის მზე ამაღლობელის ძმა მალხაზ ამაღლობელი იმყოფებოდა. მან დღეს მედია მენეჯერი 2 საათით მოინახულა პენიტენციური დატოვების შემდეგ. მალხაზ ამაღლობელმა თქვა, რომ მის და შეწყალების მოლოდინი არ ჰქონია. თავს როგორ გრძნობს სია? თავსვეთ ზამხნით გრძნობს. შემართებით არის. ხო. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადაგცემ. ახლა ბრუნდებით ბათუმში თქვენ? ბათუმში არ ჯერჯერობით აველოდებით ყველა შემთხვევაში მზიას კი არა, შეიძლება სხვა ვიღაცა გამოვიდეს რა ვიცი. როგორც ჩვენ მას არ აქვს ინფორმაცია აგრეთვე ჩვენც. ფორდაუბარი მიეწვა. არაფერი, მხოლოდ გამარჯვებამდე ბოლომდე მეკითხა. აღარ ველოდებით, იმიტომ რომ დიდათ არც იმედია მქონდა ვამბობდით ამას. მაგრამ ეხლა რადგანაც მოვედით დღეს და შევხვდით პატიმრებს, ვინც გამოდიოდა ციხიდან, რამოდენიმე მიგვიპასუხა, რამოდენიმე წავიდა უპასუხოთ და მივხვდით, რომ გამოუშვეს ის პატიმრები, ვინც შეწყალებას თხოვა მიხეილ ყაველაშვილს. და უკვე დავრწმუნდით იმაში, რომ ყველა პატიმარმა თითქმის თქვა, რომ წუხელივე ვიცოდით, რომ გამოვიდოდით, იმიტომ რომ შეწყალება ჰქონდათ დაწერილი, ზოგს დარჩენილი ჰქონდათ თურმე 9 თვე, ზოგს 4 თვე, ზოგს 2 თვე, ვინც იყვნენ და ამიტომ მივხვდით, რომ ისედაც კარგად ვიცით, რომ ჩვენი პატიმრები არასდროს და არც ერთხელ არ დათანხმებულან შეწყალებას, იმიტომ რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და არც იმაცი არ მაქვს საუბარი და არავის განვიკითხავ, იმიტომ რომ უნდათ და დაწერეს შეწყალება. ჩვენები რო არ დაწერდნენ ვიცოდით ისედაც და ამიტომ მივხვდით, რომ რადგანაც შეწყალება არ მოითხოვეს, არ გამოუშვებდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 159 პატიმარი შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ ღამის 11-ის ნახევარზე გავრცელდა. შესაწყალებელი სიის გამოქვეყნების მოლოდინში რუსთავისა და გლდანის ციხეებთან მყოფი დემონსტრანტების მშობლები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მათი შვილების გათავისუფლების მოლოდინი არ ჰქონდათ, თუმცა ციხეებთან მისვლა მაინც გადაწყვიტეს. ნათლისღებას გილოცავთ. გვიყვარხართ და გვენატრებით. გაუძელით ცოტაც დარჩა ძალიან. მოგვიკითხეთ ბიჭები. ბიჭები მოგვიკითხეთ. მოგვიკითხეთ ყველა ბიჭები, ოგია. ამათ შეწყალებას ურ არ გვინა, არაფერი დანაშაულს ჩვენა ჩამოდი. სვალე. ვაღიარებ ვიხავდი რუსთაველზე, მაგას ვაღიარებ. ვაღიარებ რომ გოვახიძე ამ ყველაფერში დათამაშა. რატომ გამოიცა შეწყალების აქტი დღის ბოლოს? ამაზე ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ყაველაშვილს ნებისმიერი აქტის გამოცემა 24 საათის განმავლობაში შეუძლია. ქართული ოცნების დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის თქმით, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები ან თუნდაც ერთი ადამიანის საკითხი იყო დასაზუსტებელი. კითხვაზე შეწყალების აქტის მომზადების დროს გაიარა თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა რაიმე სახის კონსულტაცია ოცნების საპარლამენტო უმრავლესობასთან? შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა. გარდა ამისა, თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას სრულ მოლოდინები არ შეუქმნია. არავითარი მოლოდინები არ შექმნილა. უბრალოდ უნდათ რომ ხელოვნურად შექმნა ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს, უნდათ რომ ესეთი პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთ ბრალდებების სფეროში გადაიტანონ. ეს არის ძალიან ცუდი. ეს ძალიან ხელს უშლის შიდა სამოქალაქო ინტეგრაციას საქართველოში. რა გვესმის ამ ბოლო წლების განმავლობაში არ გწნობ, არ მინდა პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ახარ, საერთოდ არ გწნობ, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე არ მაინტერესებს და ამავე დროს ასეთი ადამიანისგან უნდა შექმნან რომ მოლოდინი რომ ესეთი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ არაკანონიერ მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ. შეწყალების აქტის გამოცემამდე 19 იანვარს ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ ყაველაშვილმა ის ადამიანები უნდა შეიწყალოს, ვინც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და სინანულს გამოთქვამს. პროევროპული აქციების დროს დაკავებული პროტესტის მონაწილეები არც წარდგენილ ბრალს და არც მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს არ აღიარებენ.